უპირველესი მაგალითი სიყვარულისა ჩვენ ყავს მაცხოვარი ღმერთი, რომელიც განკაცდა იმისთვის, რომ ჩვენ მივემსგავსოთ მას. აქედან გამომდინარე, საერთოდ ქრისტიანის ყველა სიტყვა უნდა ეხებოდეს ქრისტეს და უნდა საუბრობდეს ქრისტიანი ყველაფერს ქრისტეს გარშემო. ის არის ცენტრი სამყაროსი და ჩვენ აი ამ ცენტრის გარშემო ტრიალებთ და ვცდილობთ, რომ მივემსგავსოთ ღმერთს, რომელმაც გვასწავლა თუ როგორები უნდა ვიყოთ ადამიანები, თუ რა გვმართებს ადამიანებს იმისთვის, რომ განვიღმრთოთ, როგორც ამას ამბობს თავად მაცხოვარი, რომ იყავით სრულ, ვით არცა მამაი ჩემი ზეცათა ისრულ არს. ეს არის უმთავრესი დანიშნულება, უმთავრესი მიზანი ადამიანის, რომ მიემსგავსოს ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი საკუთარი თავისთვის. ღმერთმა ადამიანი შექმნა ადამიანისთვის, შექმნა იმისთვის, რომ თავად ადამიანი დატკბეს იმ განუზომელი ბედნიერებითა და სიხარულით, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს ღმერთთან ერთობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანი ვართ ღვთის ის ქმნილებები, რომელნიც მოწოდებული ვართ ღმერთთან ერთობისათვის, რომელნიც უნდა დავტკბეთ ღმერთთან ურთიერთობით. სწორედ ამისთვის ქმნის ღმერთი ადამიანს და სწორედ ეს არის მიზანი ადამიანისა, რომ ღმერთს დაუბრუნოს ის სიყვარული, რომელიც მან ღვთისაგან მიიღო.